მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამოყავით. მოგესმინათ ეს სემინარი. რაც შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციამ კონფერენცია მიუძღვნა პრეანალიტიკის საკითხს. და სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო კონფერენცია იყო, ძალიან კარგი მესიჯებით და ამ კონფერენციაზე მქონდა ეს მოხსენება. სიმართლე რომ გითხრათ, მე რომ საუბრობდით მე და მაკა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვისაც მოგვეთხრო ამის შესახებ, იმიტომ რომ ბევრი ისეთი საკითხი იყო, რომელიც ალბათ ვიცით, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ კიდევ ერთხელ გაგვევლო. გუშინ სრულიად მოულოდნელად რაღაცა გამოითქვა აზრი, რომ დავდო დღიად და იქნებ ვინმეს კიდევ გქონდეს მისი მოსმენის სურვილი. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც არ არის ლაბორატორია მრჩეველი თანამშრომელი და გამოთქვა ინტერესი ამ თემის მიმართ. ისედაც დავაგვიანეთ, ამიტომ პირდაპირ გადავალ საკითხზე. პირველი რაც მინდა ინფორმაციის სახით თქვა, ეს პრეანალიტიკის ბროშურა მრჩეველის თანამშრომლებს ყველას გახსოვთ, იმიტომ რომ ეს ერთად ვთარგმნეთ და ერთად გავაკეთეთ საშტეტის საიტზე დევს და ჩვეულებრივად შეგიძლიათ ნახოთ და ჩამოტვირთოთ. ჩემი აზრით საკმაოდ კარგი და საინტერესო ბროშურაა და უკვე ქართულ ენაზეც, რაც ძალიან მიხარია. თვითონ ეხლა რაც შეეხება ტერმინოლოგიას, ეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. თვითონ CLCI საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ტერმინოლოგიას. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მაგალითი ვიცით, თუ თარგმანში შინაარსი რო დაკარგულა, ამიტომ რომ მოვლენებს რომ ერთი და იგივე სახელი დაერქვას. და ვთქვათ ყველა, რაც აუცილებელია, რაც ნაკლებად აუცილებელია, რაღაც ბევრ რაღაც ტერმინს, რომ ერთნაირი სახელი ერქვას და ამ სტანდარტიზაცია და ტერმინების ჰარმონიზაციაზე ძალიან ბევრს წერს CLCI და დიდ ყურადღებას აქცევს. ეს გასათვალისწინებელია ჩვენთვის თავისთავად, მაგრამ მე ჩემთვის ამ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ ქართულ ტერმინოლოგიაზე. სიმართლე რომ გითხრათ, აი პრეანალიტიკის ბროშურასაც რო ვაკეთებდი, აი რედაქტირება ვინც გააკეთა, ჩემი მეგობარია ფილოლოგი, იმასთან ერთად აი ვცდილობდით რა დაგვერქვა, მაგალითად დაცენტრიფუგება, ცენტრიფუგირება, აი რაღაც ტერმინებზე რო ჩამოვყალიბებულიყავით. აი თუნდ ეხლა ეს პრეანალიტი ამ კონფერენციაზე დაარქვეს პრეანალიზი, პრეანალიზია, პრეანალიტიკა, აი რაღაც კარგი იქნება თუ ესეთი ტერმინები სინჯი თუ ნიმუში, აი ჩემთვის რაღაც სინჯი უფრო ბუნებრივია ვიდრე ნიმუში. ალბათ ამაზე თუ ჩამოვყალიბდებით, კარგი იქნება. უბრალოდ ჩვენ ამის ძალიან კარგი ტრადიცია გვაქვს. ჩვენ მაგალითად კოლეგები, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან არიან, ხშირად უთქვამთ, რომ საკუთარ ენაზე ისტორიას ვერ წერენ, იმიტომ რომ ტერმინოლოგია არა. აი და არადა ცნობილია, რომ მაგალითად ალექსანდრ ნათეშვილმა აღმოჩნდა, რომ შემოიკრიბა სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და აი ესე შეიქმნა ქართული ანატომიური ტერმინოლოგია. აი იქ რომელ კუთხეში რას ეძახდნენ. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის დეფიციტი მედიცინის ყველა დარგშია და ლაბორატორიულ მედიცინაშიც არის, აი რა დავარქვათ და რაღაც ერთნაირად. მოკლედ, ჩემთვის მარტივად რო ვთქვა, პრეანალიტიკა უფრო ბუნებრივია, რაღაც სულ ეს მესმის, მაგრამ რაღაცნაირად დრო დაერქვა პრეანალიზი, მე რაღაც ავდექი და მთელ მოხსენებას ჩამოვარე და ყველგან პრეანალიზი დავწერე. ნუ, ალბათ ესე შეთანხმების საკითხია. ეს არის ის საკითხები, რასაც სემინარის მანძილზე შევეხები. პირველი არის პრეანალიზი, როგორც ლაბორატორიული კვლევის პირველი ეტაპი. და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით კლინიკური გადაწყვეტილებების 60-70% ეყრდნობა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. ნუ გამოდის, რომ დაახლოებით მესამედი ლაბორატორიულ კვლევებზე დგას და ჩვენ ვეხმარებით ექიმებს, რომ იმათ შეძლონ დაეხმარონ პაციენტებს. თავისთავად ეს ლაბორატორიული კვლევა 3 ფაზად იყოფა და ჩვენ თუ ამ ფაზების მიხედვით ვიტყვით შეცდომებს, ასე პროცენტულად გამოვსახავთ, პრეანალიზზე ყველაზე დიდი პროცენტი მოდის.
და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესდღეობით, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია ლაბორატორიების კონსოლიდაციის, ცენტრალიზაციის და ასაღები პუნქტების დეცენტრალიზაცია ხდება. ამიტომ ეს სინჯი როგორ და რა პირობებში მიაღწევს ლაბორატორიამდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აუცილებელია, ამიტომ ამ პრეანალიტიკური ფაზის რაღაცა ეტაპების სტანდარტიზაცია მოხდეს. ეხლა რაც თვითონ ის რომ პრეანალიტიკა იყოს კარგი და გამართული, აქ სამივე რგოლი, ექიმი, პაციენტი და ლაბორატორია უნდა მუშაობდეს ერთად. ასე ვთქვათ, როგორ თქვა, რომ მაღალი ხარისხის პრეანალიტიკა ეს არის გუნდური სამუშაო და ის გამართულია მაშინ, თუ მისი ყველა საფეხური გამართულია და ურთიერთთანამშრომლობაშია. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს დეფიციტი, რომ არ გვაქვს კლინიკური კითხვა ექიმისგან. რა ვიცი, ამიტომ ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე პაციენტებთან გასაუბრება განსაკუთრებით ისეთი კვლევების დროს, რომელიც უფრო სუბიექტურია, მაგალითად პერიფერიული სისხლის ნაცხის მიკროსკოპი და ძალიან ხშირად მჭირდება ხოლმე ექიმთან ან პაციენტთან გასაუბრება. და ჩვენ თუ ვნახავთ აიზოს განმარტებას პრეანალიტიკის შესახებ, აქ პირდაპირ წერია, რომ ეს იწყება კლინიცისტის შეკვეთიდან და სრულდება კვლევის დაწყებამდე. ანუ პრეანალიზი მოიცავს გამოკვლევის მოთხოვნას, მომზადებას, იდენტიფიკაციას, პაციენტის პირველადი სინჯების შეგროვებას, ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას, დამუშავებას, შენახვას. რა თქმა უნდა, იგივე არის კოაგულაციის პრეანალიტიკაზე, უბრალოდ კოაგულაციის პრეანალიტიკა კიდევ უფრო მგრძნობია, უფრო სწორად, კოაგულაციის ტესტები კიდევ უფრო მგრძნობიარია პრეანალიტიკური ცვლადების მიმართ და ამ ცვლადების ზეგავლენით შეიძლება შეიცვალოს კვლევის შედეგი. შესაბამისად, მან შეიძლება იმოქმედოს დიაგნოსტიკურ და თერაპიულ გადაწყვეტილებებზე. ეს მოკლედ რო ვთქვათ, პრეანალიტიკის ხარისხიანობას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი, ანამნეზიდან დაწყებული, სინჯების შენახვით დამთავრებული. და ეს პრეანალიზის ხარისხი თავისთავად განაპირობებს კვლევის ხარისხს, რომელიც შემდეგ დიაგნოზ მკურნალობას და წარმატებულ მკურნალობას. და ეხლა ჩვენ თუ ამას კოაგულაციის ჭრილში განვიხილავთ, თუ დარღვეული პრეანალიტიკის გამო გვექნება არასწორი კვლევის შედეგი, აქ არის რისკი, შეიძლება იყოს თრომბოზის ან სისხლდენის. ანუ ზიანის რისკი თუ და წესით მიდგომა ესეთი უნდა იყოს, კოაგულაციაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ეს არის ის ტესტების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ლაბორატორიაში კეთდება ჰემოსტაზთან დაკავშირებით. ადგილობრივ ლაბორატორიაში სულ რამდენიმე ტესტს ვაკეთებთ, ეს არის გლობალური ტესტების შედედების და მათ შორის დედიმერით. დანარჩენი პრაქტიკულად იგზავნება, როგორც ხედავთ, მასალა ეს იმიტომ გამოვიტანე ეს სლაიდი, რომ მასალა არის ციტრატპლაზმას, შრატის და EDTA სისხლის, მაგრამ მე დღეს რეალურად ვისაუბრებ ციტრატპლაზმაზე დაფუძნებულ კოაგულაციის ტესტებზე. იმიტომ რომ თავისთავად დანარჩენი მასალა უფრო სტაბილურია და უფრო ნაკლებად მგრძნობიარე. ასე რომ ცვლადები, რომლებიც პრეანალიზის ფაზაში გამოსაკვლევი მასალის ხარისხზე მოქმედებენ, ეს არის პაციენტზე დამოკიდებული ფაქტორები და ლაბორატორიაზე დამოკიდებული ფაქტორები. პირველ რიგში გავიაროთ პაციენტზე დამოკიდებული ფაქტორები. ესე იგი, აღმოჩნდა, რომ შეცდომების დაახლოებით 25% არის დამოკიდებული პაციენტზე. და პირველი კითხვა, რაც ყოველთვის და რაღაცა სტაბილურად ისმება ხოლმე, არის თუ არა დიეტა და უზმო საჭირო. და სხვათა შორის ერთი ლექცია მოვისმინე და ძალიან სასაცილო იყო ჩემთვის ის, რომ აღმოჩნდა, რომ ქვეყნების მიხედვით უზმოს დეფინიციაც კი განსხვავდება. ასე ვთქვათ, მაგრამ ასე თუ ისე რო ვთქვათ, უზმო არის, რომ არ უნდა იყოს, ესე იგი, საკვები 12 საათი, არა ალკოჰოლი 24 საათი, ნიკოტინი არა და წყლის მიღებაც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით. მაგრამ თუ ვიტყვით, ეს ცვლილება რას იწვევს კოაგულაციის ტესტი, რამდენად კლინიკურად ღირებულია ეს ცვლილება, რასაც იწვევს უზმო. ზოგადად კოაგულაციურ ტესტების უმრავლესობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პაციენტი არის თუ არა უზმოზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გასათვალისწინებელი კლინიკური კონტექსტი და ექიმის მოთხოვნა. თუ ექიმის მოთხოვნაა,
კი ბატონო, უნდა იყოს უზმოზე. დიეტის გავლენა კოაგულაციის ტესტებში ძირითადად წერია ის, რომ სინჯი შეიძლება იყოს ლიპემიური და ლიპემიურმა სინჯმა შეიძლება გავლენა იქონიოს თუ არის მეთოდი ოპტიკური. აი ძირითადიზე გავლენა ეს წერია, მაგრამ ზოგადი რეკომენდაცია ნებისმიერი ტესტის სასაღებად არის დილით ადრე უსმოს. ესე იგი, ეხლა რაც შეეხება მასალის აღების დროს, ესეც არანაირი, როგორ ვთქვათ, კლინიკურად ღირებულ ცვლილებას არ იწვევს. ჩვენ როდის ავიღებთ და იგივე უზმოზე იქნება თუ არა. თუმცა რაც შეეხება ცირკადულ რიტმს, ამაზე რაც არის ინფორმაცია, ცოტა ურთიერთგამომრიცხავია. დღე-ღამის მანძილზე კოაგულაცია იცვლება. ეს უცვლელი არ არის. უბრალოდ ეს კლინიკურად ღირებულ ცვლილებას არ გვაძლევს ტესტებში გამოხატულს. ერთ-ერთი კვლევა იყო, რომელშიც იყო დაახლოებით 66 პაციენტი თუ არ ვცდები, ოღონდ ძირითადად ჯანმრთელი პაციენტები იყვნენ და ამას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, როცა კვლევა არის ჯანმრთელ პაციენტთან ჩატარებული. სადაც პათოლოგია, იქ სინჯი როგორ მოიქცევა, ეს კიდე ბოლომდე ან გარკვეული არ არის, ან არ ვიცით, ასე ვთქვათ, როგორ იქნება, ხო? ამ კვლევაში 4-ჯერ იღებდნენ სინჯს პაციენტზე 6 საათში ერთხელ და რეალურად დასკვნა გაკეთდა ესეთი, რომ ჰიპერკოაგულაცია არის გამთენიის ხანს. დილით და ამით ცდილობდნენ აეხსნათ იშემიური ინსულტების და ინფარქტების სიხშირე დროის ამ მონაკვეთში. ალბათ ამაზე თუ გაგრძელდა კვლევა და რამე კიდევ უფრო ღირებული დასკვნა თუ დაიდო, ამას შეიძლება აზრი კონდეს აი ანტიკოაგულანტების მიღების თვალსაზრისით, შეიძლება ამას რაღაც კლინიკური ღირებულება კონდეს. ეხლა ერთ მნიშვნელოვნად, რომ რაღაც აი მნიშვნელოვან და დრამატულ სხვაობას გვაძლევს ეს ინფორმაცია არ არის. რაც შეეხება ფიზიკური აქტივობა და სტრესი, როგორც ყველა ტესტისთვის, კოაგულაციისთვისაც არ არის სასურველი უშუალოდ ესე სპორტ დარბაზიდან რომ მოვიდეს პაციენტი და აიღოს სინჯი, იმიტომ რომ ესეთი შედედების პროცესის გააქტიურებას იწვევს სტრესიც და ფიზიკური აქტივობაც. მაგრამ ერთი რაღაც უნდა ითქვას, თუ პაციენტი და ეს ხშირად არის კოაგულაციის ტესტებისთვის კვლევას იკეთებს მონიტორინგისთვის, მაშინ ყოველთვის ჯობია ერთსა და იმავე პირობებში მოხდეს. აი რაღაცის დინამიკაში დაკვირვება როცა არის, მაშინ ჯობია რომ ყოველთვის იყოს ერთსა და იმავე პირობებში აღებული სინჯი. ეხლა ორსულობა თავისთავად გავლენას ახდენს კოაგულაციის პარამეტრებზე. ეხლა ვიცით, ეს საყოველთაო ცნობილია, დედიმერი ფიბრინოგენი იცვლება. ძირითადად ეს არის ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს, რომელიც გასათვალისწინებელია. და რაც შეეხება სისხლის ჯგუფს და მენსტრუალურ ციკლს, ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ფონ ვილებრანდის დაავადებას. სხვა რუტინულ კოაგულაციის ტესტებზე მე არ მინახავს, რომ რამე გავლენა აქვს. ესეც იმიტომ, რომ სისხლის ჯგუფს რაც შეეხება პირველი ჯგუფის პაციენტებს ცოტათი ნაკლები აქვთ ეს ფაქტორები, ჰორმონალური სპექტრი გავლენას ახდენს კოაგულაციის პარამეტრებზე. და ამიტომ თუ წარმოვიდგინეთ ახლა პირველი ჯგუფი და პლუს ციკლის გავლენა თუ დაეთხო, შეიძლება რაღაცა იმიტაცია მოხდეს რაღაცა მსუბუქი დარღვევის. ამიტომ თუ ჩვენ ოღონდ ეს ეხება უშუალოდ ამ ფონ ვილებრანდის დაავადებას, ვიკვლევთ ყოველთვის ჯობია რომ ავიღოთ ციკლის შუა ფაზაში სინჯი. ეხლა მედიკამენტები, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა და აქ ყოველთვის აი ამას ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკური კითხვა, რომელსაც ექიმი სვამს. იმიტომ რომ ერთი და აი მაგალითად ჩვენ გვაქვს გახანგრძლივებული შედედება, ხო? შედედების დრო არის გახანგრძლივებული, რა ვთქვათ, ხო? ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ფაქტორის დეფიციტი და მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორი მკურნალობის გავლენა, ეფექტი. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს კითხვა ამას რისთვის ვაკეთებთ. ესე იგი, თუ პაციენტის ბუნებრივი კოაგულაციის შეფასება გვინდა, თავისთავად უნდა მოიხსნას ანტიკოაგულანტი, ამასაც აქვს თავისი სტანდარტი. მედიკამენტზეა დამოკიდებული, მოხსნიდან რამდენ ხანში უნდა მოხდეს სინჯის აღება. ზოგისთვის ეს რამდენიმე საათია და ზოგისთვის რამდენიმე დღე. ანუ აქ ეს არის, ამიტომ აქ ექიმთან ის არის ასე ვთქვათ, ექიმის ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ანტიკოაგულანტის დოზა და ეფექტი შევაფასოთ, მაშინ არ უნდა მოიხსნას თავისთავად მედიკამენტი, ოღონდ აქაც არის კითხვა.
თქვათ მედიკამენტის დაწყებიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს? ეს ერთი კითხვა. მეორე კითხვა, რა გვაინტერესებს? პიკური დონე გვაინტერესებს? თუ გვაინტერესებს მინიმალური დონე. ესეც მედიკამენტია, ესე იგი პიკური დონე არის, როდესაც ყველაზე მაღალია მედიკამენტის კონცენტრაცია, მინიმალური დონე, როგორც წესი, აი შემდეგი ინექცია თუ მიიღება, მანამდე დაახლოებით 9 საათით ადრე იზომება. და ნორმის ფარგლებიც ამასთან დაკავშირებით არის, აი თქვენ ალბათ ყველას გენახავთ ჩვენ პროთრომბინის ანალიზს, გვერდით ქვევით აქვს ჩამონათვალი, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობისთვის გასათვალისწინებელ ნორმის შეიძლება არც კონდეს ნორმის ფარგლები თუ რაღაცა ეს პაციენტის რაღაც კონკრეტული მოთხოვნა. მოკლედ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და ამიტომ აქ გამოვიტანე CLCI-ის რეკომენდაცია სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებაში. მაგალითად, აი თუ არის ახლად გაყინული პლაზმა, კრიოპრეციპიტატი, ან აი აქ ერთი რამე წერია, როდესაც აი მაგალითად ვიტამინ K ანტაგონისტებს იღებს პაციენტი, მაღალია ძალიან ANR და მე მისი მოხსნა ხდება. აი ამასაც თავისი სტანდარტი აქვს, მოხსნიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს, მედიკამენტის მოხსნა თუ არ არის საკმარისი, მერე თუ აი ვთქვათ სხვადასხვა ჩარევა ვთქვათ K ვიტამინის თუ ასე შემდეგ, აი იქიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს კვლევა. და აი აქ სწორედ ეგ არის მითითებული, ვთქვათ ინფუზიიდან 30 წუთის შემდეგ უნდა გაკეთდეს. აი ჩემთვის სხვათა შორის საინტერესო იყო ფაქტორი მე7 და ფაქტორი მე9-ის კონცენტრატების, ანუ ეფექტურობა როგორ უნდა შეფასდეს. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი დამოკიდებულია და თვითონ ამ სასურველია ეს შესაბამის კლინიკებში ხდება და ამიტომ ამ კლინიკების ლაბორატორიები ამაზე უნდა იყოს აწყობილი, მანამდე უნდა გაკეთდეს ტესტირება. ანუ ეს უნდა როგორ გითხრათ, სინჩი ხდება აი ამ რა ქვია, კონცენტრატის დამატება და იმის შემოწმება ხდება მერე ლაბორატორიულად. აი რომ აი ვთქვათ ვიცოდეთ ამ მეთოდის გათვალისწინებით სრულმაღალი ან სრულდაბალი შედეგი არ მივიღოთ. ესე დესმოპრესინის თერაპია აქაც როგორც წესი მკურნალობამდე ხდება, შემდეგ 30, ნუ აქ ამიტომ აი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების ჩართულობა. აი ერთად კიდე ვთქვათ აი მაშინ კონფერენციაზე ბევრმა იკითხა აი სხვადასხვა კრისტალოიდების და მოკლედ სხვადასხვა ნივთიერებების გადასხმის შემდეგ ან ისეთი ნივთიერებების მე გულისხმობ აი რინგერი და სხვადასხვა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც უშუალოდ კოაგულაციის ტესტებზე არ მოქმედებს. ის არანაირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ განზავების ეფექტი როგორ უნდა იყოს, როგორი შეიძლება იყოს. ამაზე მე რაც მოვაგროვე ინფორმაცია, დაახლოებით ესეა, რომ თუ 500 მილilitrამდე ხდება გადასხმა, როგორც წესი გავლენას არ ახდენს, თუ 1 ლიტრამდე ხდება, ჯობია რომ 30 წუთი დავიცადოთ და თუ უფრო მეტის გადასხმა ხდება, დაახლოებით 1-2 საათის მერე. ნუ, რა თქმა უნდა, ამაზე ალბათ შეიძლება კიდე უფრო დეტალურად მოვაგროვოთ ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ჩავშალე ეს რომ აი ჩვენ მე ვთხოვე კიდევაც რეგისტრატურასაც და საინფორმაციოსაც რომ ამაზე ვკითხოთ პაციენტებს დაუსვათ კითხვა და ეს რაღაცნაირად ისე შევავსოთ პროგრამულად რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდეს. ეხლა გადავიდეთ ლაბორატორიაზე დამოკიდებულ ფაქტორებზე. პირველი არის პაციენტის იდენტიფიკაცია და ვიცით რომ ყველაზე ხშირი პრეანალიზური შეცდომა სწორედ არის პაციენტის იდენტიფიკაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არასდროს არ ვუთხრათ პაციენტს, თქვა თქვენ ბრძანდებით, აი მით უმეტეს ახლა როცა არის ისეთი გვარები, რომლებიც ძალიან გვანან ფონეტიკურად კასრაძე, კავსაძე ვთქვათ. ჩვენ გქონდა მსგავსი ერთხელ ესეთი შეცდომა, რომ პაციენტმა თავი უქნია ერთი და იგივე სახელდაგვარზე დაბადების თარიღს თავი უქნია და აღმოჩნდა რომ სხვა იყო დაბადების თარიღი. და ესე ვთქვათ, ესეთი იდენტიფიკაციის შეცდომა. ყოველთვის პაციენტს იქით უნდა ვკითხოთ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თავისთავად აი საიდენტიფიკაციო ბარათით რეგისტრირება ყველაზე უფრო სწორია.
ეხლა პაციენტის იდენტიფიკაცია ყოველთვის არის რომ საჭირო რომ რამდენი აი მარტო სახელი გვარი დაბადების თარიღით შეიძლება არ იყოს საქმე რამდენიმე იდენტიფიკატორი რომ იყოს ყოველთვის სასურველია და კოაგულაციასთან მიმართებაში დამატებით რაც აი სხვა დამატებით არის საჭირო ეს არის ანტიკოაგულანტების ისტორია დანარჩენი აი ეს დეტალები რაც არის საჭირო ფაქტიურად ყველა ანალიზს ეხება და არსებობს თუ პაციენტის იდენტიფიცირებას ვერ ვაკეთებთ, უნდა შევწყვიტოთ, სანამ არ მოხდება იდენტიფიცირება, არ უნდა მოხდეს გაფორმება და მით უმეტეს არ უნდა მოხდეს მასალის აღება და ლაბორატორიამდე მოსვლა. კოაგულაციის ტესტებისთვის ერთმნიშვნელოვნად უპირატესობა ენიჭება ვაკუუმიან სინჯარებს. და რატო? ამას მივხვდებით კიდევაც რატო აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთი რომ მოცულობა აისოს სწორად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოაგულაციის ტესტებისთვის, მერე ხდება ჰაერთან შეხების გარეშე თავისთავად პეპელას, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, ნემსი უფრო ნაჩვენებია, ასე ვთქვათ, კოაგულაციის ტესტებისთვის, მაგრამ მტკიცებულებები ამბობს, რომ პეპელას მნიშვნელოვნად არ ცვლის კოაგულაციის ტესტებს და ის ხშირად გამოსაყენებელია განსაკუთრებით ბავშვებში და მცირე ზომის ვენების მქონე პაციენტებში. ჩვენ თუ გახსოვთ რაღაცა პაციენტები ძალიან ცუდად შეხვდნენ, როცა ვეცადეთ, რომ ნემსზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულად ხარისხიანი ნემსები აქვს საშტეც, მაინც უკმაყოფილება იყო. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა პეპელათი ავიღებ თუ არა, მნიშვნელობა აქვს ნემსის ზომას და მილის სიგრძეს. ანუ მილის სიგრძე არ უნდა იყოს დიდი და ნემსი არ უნდა იყოს წვრილი, იმიტომ რომ ჩვენ თუ პეპელათს, რომელსაც წვრილი ნემსი აქვს, ავიღებ და ეს მილი კიდე გრძელი იქნება, სანამ სისხლი ანტიკოაგულანტიან სინჯარაში ჩავა, მანამდე შეიძლება იყოს რაღაცა ცვლილებები. ესე იგი, რო შევაჯამოთ ერთმნიშვნელოვნად ვაკუუმიანი სინჯარები, ანუ პირდაპირ ვენის პუნქციით აღებულ სინჯებს აქვს უპირატესობა, ვაკუუმიან სინჯარას აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ პირდაპირ სისხლი ხვდება და ერევა ანტიკოაგულანტს, შპრიცით და ნემსით აღება არ არის რეკომენდებული, ბევრგან ხდება დამერწმუნეთ ეს და თუ მაინც მოხდება აღება, ძალიან მალე უნდა შეერიოს ანტიკოაგულანტი. ეს უნდა იყოს 1 წუთზე ნაკლები დრო. სიმართლე გითხრათ, ეს თვითონ 1 წუთზე ნაკლები დრო რო ეწერა, თან პარალელურად წერია, რომ სანამ მილს გაივლის და ეს ჩემთვის ცოტა შეუსაბამოც იყო, იმიტომ რომ მილის გავლას უფრო ცოტა დრო ჭირდება. და ისის თუ გავლენას ახდენს, რა ვიცი, მგონია რომ 1 წუთიც ბევრი უნდა იყოს, ასე ვთქვათ. ნუ მაგრამ პირდაპირ ეწერა რეკომენდაციაში, რომ 1 წუთზე ნაკლებ დროში დაამატეთ და რაც ასევე ხშირად ხდება ხოლმე, თუ შპრიცით ხდება აღება და ვასხამთ ვაკუუმიან სინჯარაში, თავსახური არ უნდა მოვხატოთ. იმიტომ რომ ამით ვაკუუმს ვარღვევთ და ისე ასავსები მოცულობა ისე იცვლება. მოკლედ, როგორც თქვით, ნემსის ზომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ესე იგი, წვრილი ნემსი ჰემოლიზის რისკსაც ზრდის და ამის გარდა თრომბოციტების გააქტიურების კასკადი შეიძლება ჩაერთოს. არც მსხვილი ნემსი არ არის კარგი, ანუ რაც უფრო მსხვილია უკეთესია, ესეც არ არის, იმიტომ რომ მსხვილ ნემსში турბულენტობა არის მაღალი და სხვათა შორის ერთ-ერთი რჩევა ესეც არის თუ კოაგულაციისთვის იღებთ ვაკუუმიან სინჯარებს, აი საშტეც აქვს ამის საშუალება, რომ ვაკუუმით კი არა, შპრიცით აიღოთ პირველი სინჯი, რომ ნაკადი, აი მოკლედ ძალიან ძლიერმა ნაკადმა შეიძლება ასევე ჰემოლიზი გამოიწვიოს. ასე რომ სისხლის ნაკადი აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ეხლა რაც შეეხება იდაყვის ვენები ყველაზე უფრო იდეალურია კოაგულაციის ტესტებისთვის, იმიტომ რომ ყველაზე უფრო ასეთი კორექტულად ხდება სისხლის აღება. ინექციის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვენის პუნქცია იყოს ატრამული. ტრამული ვენის პუნქცია, გარდა იმისა, რომ ჰემოლიზის რისკი ზრდის, ქსოვილოვანი ფაქტორით ხდება კონტამინაცია და ესეც ახდენს გავლენას. და აი სწორედ ეხლა ამ აი ეს სწორედ იმ
საშტეტის წიგნიდან არის ეს ფოტო და რაღაცა რო ჩაუღრმავდი ამ სახელებს, ამ ქართულ ტერმინებზე, მაინც რაღაც პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო. მაგალითად, სალმის ვენა აღმოჩნდა ქვია, იმიტომ რომ როდესაც ხელს ართმევ ამ ვენას ეხები. აი ვენაცეფალიკას მაგალითად თავის ვენა ქვია თურმე აღმოჩნდა თურმე იმიტომ რომ თავის ტკივილის დროს აქედან უშვებდნენ სისხლძრო და თავის ტკივილი მოკლედ მცირდებოდა. მაგრამ ქართულში ალბათ ეს ამ ნათიშვილის სერიიდან არის შევარდენის ვენასაც ეძახიან, აღმოჩნდა იმიტომ რომ მონადირეები შევარდენს როცა ასე წინა მხარზე ისვამდნენ, მაისი კლანჭები ამ ვენას ეხება. ასე რომ რაღაცა პლუს რაღაც ეს ანატომიაშიც კი შეიძლება იყოს რაღაც ესე საინტერესო ლირიული გადახვევები. ესე იგი ტრამვული ვენის პუნქცია, როგორც გითხარით, ჰემოლიზის რისკს ზრდის, კოლტის წარმოქმნის რისკს ზრდის და ქსოვილოვანი ფაქტორით კონტამინაციის რისკს ზრდის. ესე იგი, ეხლა რაც შეეხება ლახტი, აქ ლახტის დადების წესი არის, რომელიც ახლა ყველამ ძალიან კარგად იცით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გადაჭერაც არ უნდა იყოს და კოაგულაციის ტესტებისთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს მნიშვნელოვანია, აი რა ვიცი, პროთრომბინაინერისთვის, ყველაფრისთვის. აი ალბათ APT-ი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრეტენზიული ტესტია კოაგულაციაში. ანუ 1 წუთზე მეტი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ხდება შედედების აქტივაცია. ასე რომ ლახტს უნდა ვერიდოთ და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია ეს კოაგულაციის ტესტებისთვის. რაც შეეხება სინჯარის ხარისხს. უნდა იყოს პოლიპროპილენი ან სილიკონიზირებული მინა. აი ეს არის კომბინაცია თავის დროზე, ესე იგი ჯანდაცვის რეკომენდაციით, რომ მინის სინჯარები ჩანაცვლდა პლასტმასით, ხო? აი აქ რაღაცა ოპტიმალური ვერსია რო ყოფილიყო თან მასალისთვის კარგი შენახვის პირობები და თან ყოფილიყო უსაფრთ, ხო? მოკლედ აღმოჩნდა რომ ამ მასალას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ თავისთავად რახან ესეთი ვთქვათ ამ პლასმასის თუ რაღაც სინჯარის აი ეს ორკედლიანი, ანუ მინის და პლასმასის კომბინაცია ეს ხარისხს აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს მნიშვნელობა აქვს ანტიკოაგულანტის ხარისხს და ვთქვათ მის რაოდენობას და ასავსებ მოცულობას. ეს უკვე სტანდარტია, რომელიც ვაკუუმიან სინჯარებთან მუშაობის დროს გვჭირდება, რომ უნდა მოიხსნას მაშინ, როდესაც ბოლომდე აივსება სინჯი და აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თანმიმდევრობას. სწორედ ამიტომ არის მოტანილი ფარკოდები, რომ ამან გაამარტივოს ფლებოტომისტის მუშაობა. თანამედროვე სინჯარებში და მათ შორის საშტეთშიც ამ სინჯარებს ისეთი დაცვის ზედაპირი აქვს, რომ კონტამინაცია პრაქტიკულად არ ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს თანმიმდევრობა. ეს არის იმისთვის, რომ ერთი ანტიკოაგულანტით არ მოხდეს მეორე სინჯარის დაბინძურება. რაც შეეხება სინჯების შერევას, ეს ყველამ კარგად იცით, რომ მაშინვე უნდა მოხდეს და ამას ყველა ჩვენი ფლებოტომისტი აკეთებს. ერთ სინჯარას რო ხსნის, მეორეს რო უკეთებს, იმ სინჯარას ურევს ხოლმე. და უნდა მოხდეს კარგად და საფუძვლიანად. მოკლედ, აი მე მინდა რომ ეს გააცნობიეროთ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კარგად შეერიოს. არ უნდა მოხდეს ანჯღრევა. აი ეს ანჯღრევა, ქაფის წარმოქმნა, აი ყველაფერი ააქტიურებს მოკლედ შედედების პროცესს. აქ არის სინჯის იდენტიფიკაცია, ესეც იმ ჩვენი წიგნიდან არის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბარკოდები, ძალიან ამცირებს შეცდომის ალბათობას. ეს ბარკოდები ძალიან ამარტივებს პროცესს და აქ არის სხვადასხვა ნიმუში მოტანილი და აი ბოლო არის სწორად მარკირებული. ანუ როგორ ვამბობთ, რომ ჩვენ სინჯარა არის სწორად მარკირებული, თავისუფლად, ამის წესი არის თავისუფლად უნდა ჩანდეს შიგთავსი, უნდა შეგვეძლოს მოცულობის შეფასება, თავსახური უნდა ძვლებოდეს თავისუფლად, ანუ თავსახურზე დაწეპება, რა ქვია, ამ ბარკოდის ან რაღაც ნებისმიერი ან თუნდ წარწერის არ არის მნიშვნელოვანი,
თუ ბარკოდი არ გვაქვს და კალმით ვაწერთ, აუცილებლად უნდა იყოს ის წყალმედეგი და ეს თავისუფლად უნდა იდებოდეს შტატივშიც და რეკშიც, ანუ ცენტრიფუგაშიც თავისავად არ უნდა ეწებებოდეს. ეხლა რაც შეეხება სისხლის აღებას ცენტრალური ვენური კათეტერიდან. Აი ეს კითხვა ძალიან ხშირია ხოლმე. შეიძლება თუ არა? შეიძლება, მაგრამ ჯობია რომ არა. იმიტომ რომ ძალიან რთულია აქ დავიცვათ პირობები ისე რომ არ მოხდეს ან განზავება, რაც მანამდე მიდიოდა იმ ნივთიერებით, ან ჰეპარინით დაბინძურება. ამიტომ თუ კი გვაქვს შანსი რომ არ ავიღოთ, ჯობია რომ არ ავიღოთ. თუ მაინც ვიღებთ კათეტერიდან, ამას აქვს თავისი წესი. ინფუზია უნდა შეწყდეს 5 წუთის განმავლობაში, კათეტერი უნდა გამოიროცხოს ფიზიოლოგიური ხსნარით, მერე უნდა ავიღოთ სისხლი, რომელსაც რა ვიცი, ან ზოგ შემთხვევაში უკანა ბრუნებენ, თქვათ, პედიატრიულ პაციენტებთან, სადაც ეს მოცულობა, სისხლის მოცულობა შეიძლება საყურადღებო იყოს, ან ღვრიან, ანუ სხვა მიზნისთვის იყენებენ. და აქ სხვადასხვა რაოდენობა ეწერა, სხვადასხვა ზოგან ეწერა 5 მილილიტრი, ზოგან 10 მილილიტრი, ბავშვებთან 3 მილილიტრი. სისხლი უნდა ავიღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ავიღოთ სინჯი კოაგულაციისთვის. და რას აქვს მნიშვნელობა? აი, ნებისმიერი გადახრა პრეანალიტიკის პროცესში, აი რაც სხვა გზა არ გვაქვს და ესე ვიქცევით, ხო? თქვათ ის ლახტი ხანგრძლივად, ან რაღაც, აი ეს ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტირებული. ანუ ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს ლაბორატორიამდე. იმიტომ რომ თუ მე მაქვს რაღაცა ცვლილება, მე მქონდეს ამის ანალიზის საშუალება, ეს აი რამ გამოიწვია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს სინჯი შეიძლება ვიზუალურად არ იყოს გამორჩეული. თქვენ წარმოიდგინეთ, აი კოლტიანი სინჯი, რომელიც ყველაზე ხშირია და თითქოს მარტივი ამოსაცნობია, შეიძლება მხოლოდ აი როგორ გითხრათ, გამოკვლევის შემდეგ ნახო. ამიტომ აი ნებისმიერი გართულება, აი ეს თხოვნა მექნება ჩვენს ფლებოტომისტებთან, რომ აი ნებისმიერი რაღაც, რაც იმიტომ რომ თქვენი კვალიფიკაცია არ იყო, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო და მოგიწიათ. აი ყოველთვის ეს ინფორმაცია დატანილი იყოს შეკვეთაში და ეს ინფორმაცია იქნებ ჩვენამდე მოვიდეს. ეხლა რაც შეეხება არტერიული სისხლი თუ ვენური სისხლი. იცით, ეს ძირითადად არის ინტენსიურში, სადაც არტერიული სისხლიც არის საკვლევი მასალა. ჩვენთან ესეთი პაციენტები პრაქტიკულად არ ხვდებიან. ბევრ ტესტში თითქოს მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. მაგრამ აი ვთქვათ, რაღაც ტესტებზე დაფიქსირდა სხვაობა და აქაც ალბათ გასათვალისწინებელია ამ სხვაობის კლინიკური ღირებულება და ყოველთვის თუ რაღაცა მონიტორინგისთვის კეთდება, ყოველთვის ჯობია რომ ერთი და იგივე მასალა იყოს. არატრადიციული სინჯები. არატრადიციულ სინჯებზე ზოგჯერ მიეწოდება ხოლმე ლაბორატორიას მოთხოვნა და ეს ამას ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკა, როგორია ამასთან მიმართებაში და ლაბორატორიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. და რაღაცნაირად უნდა იყოს დოკუმენტირებული. აი, არატრადიციული სინჯების მაგალითად კაპილარული სისხლი, ჭიპლარის სისხლი და ვთქვათ, სიკვდილის შემდეგ აღებული სინჯი. არც ერთი ეს კოაგულაციის ტესტებისთვის არ გამოდგება, იგივე მიზეზი ძირითადად არის, ვთქვათ, სიკვდილის შემდეგ აღებულში არის შედედება არის დაწყებული, ვთქვათ, ჭიპლარის სისხლია თუ კაპილარული სისხლი, მოცულობა არასდროს საკმარისი არ არის, ქსოვილოვანი სითხით არის კონტამინირებული და აი ეს ჭიპლარის სისხლში კიდე შეიძლება იყოს დედის სისხლით კონტამინაცია. აი ეს არის ხოლმე, სადაც ჰემოფილიის რისკია, აი იმ პაციენტებთან არის ხოლმე იღებენ ამისთვის კოაგულაციასთან მიმართებაში და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ანტიკოაგულანტი, ეს არის ციტრატპლაზმა, ძირითადი ანტიკოაგულანტი და სტანდარტული ანტიკოაგულანტი, რომელიც კოაგულაციის ტესტებისთვის გამოიყენება. კიდე არის რამდენიმე სინჯარა, ჩვენი სინჯარები არ მგონია რომ კონდეს ეს გამოიყენება აი განსაკუთრებით რაღაც აი უფრო მეტ მდგრადობა ზრდის და აი რაღაც ტესტებისთვის შეიძლება კონდეს მნიშვნელობა.
ყოველ შემთხვევაში სტანდარტული მასალა კოაგულაციისთვის არის ციტრატ პლაზმა და სხვა ნებისმიერი პლაზმა კოაგულაციის ტესტებისთვის, თქვათ EDTA, ჰეპარინი, ასე შემდეგ, არ არის დაშვებული. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნატრიუმის ციტრატის და სისხლის თანაფარდობას. ეხლა ეს ციტრატი რისთვის გვჭირდება ციტრატი, რომ ეს უკავშირდება კალციუმს და შემდეგ ვთქვათ ეს კალციუმი უკვე შედედების პროცესში უკვე გამოიყენება. მერე ეს რეაქტივის სახით ემატება, ხო? და ამიტომ ჩვენ თუ ეს თანაფარდობა გვექნება დარღვეული, მეტი ან ნაკლები იქნება კალციუმი, ეს პირდაპირ იმოქმედებს კვლევის შედეგზე. ამიტომ ასავსები მოცულობა არის მნიშვნელოვანი და კოაგულაციის სინჯარა ესე 90%-ზე მეტით უნდა იყოს შევსებული. აღმოჩნდა, რომ პრეანალიტიკურ კოაგულაციის ლაბორატორიაში პრეანალიტიკური შეცდომებით შეცდომები, ასე ვთქვათ, 14%-ში არის სწორედ არასწორი ავსების მოცულობა. და ვაკუუმიანი სინჯარა ამის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ ამ ასავსებ მოცულობას არ ვუყუროთ და ვაკუუმი რო ამოიწურება, მერე მოიხსნა სინჯარა. და აი სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ამ ვაკუუმიან სინჯარაზე თავის მოხსნა და სისხლის ჩასხმა არ არის სასურველი. გადასაგდებ სინჯარაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ როდესაც პირველი ტესტი არის ციტრატი, მანამდე უნდა ავიღოთ სინჯარა, რომელსაც გადავაგდებ. ეხლა ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ სტანდარტულ კოაგულაციის ტესტებზე არ აქვს კლინიკურად ღირებული გავლენა, შეგვიძლია პირველივე ციტრატიან სინჯარაში გამოვიკვლიოთ, ოღონდ უნდა იყოს აკურატული ვენის, ანუ ატრამბული ვენის ფუნქციით აღებული სინჯარა უნდა იყოს. ეხლა ეს პირველი სინჯარა გადაგდებას რატო აქვს მნიშვნელობა? იმიტომ რომ ერთი გარდა იმისა, რომ აი ისევ ამ ქსოვილოვანი ფაქტორით კონტამინაციამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის რისკი იზრდება, როცა ტრამვულია ვენის ფუნქცია. როდესაც არის პეპელაზე საუბარი, ამიტომ ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, როცა პირველი სინჯი არის ციტრატი, თუ მილის სიგრძე არის დიდი, ამ მილში დარჩენილი სისხლი გვაძლევს დეფიციტს და სინჯარა ისევ მივყავართ არასწორი მოცულობით აღებულ სინჯარამდე. თუ თქვათ არის ტესტები, არის შემთხვევები, როცა გადასაგდებ სინჯარას ვიყენებთ, ამ დროს სინჯარა უნდა იყოს ან ნეიტრალური, ან ისევ ციტრატი. და იმ სინჯარის ბოლომდე ავსება აუცილებელი არ არის. ანუ გადასაგდების სინჯარა შეგვიძლია რომ ბოლომდე არ ავავსოთ. აი ეხლა კიდე შემდეგი ეტაპი, რომ დავრწმუნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია აი ესეთი ეს პრეანალიტიკური ფაზა კოაგულაციაში. ჩვენთან არის ლაბორატორიები, რომლებიც დაცენტრიფუგებულ მასალაში იკვლევენ პირდაპირ კოაგულაციას და ეს შესაძლებელია სავსებით. ჩვენ გადაგვაქვს პლაზმა, ხო? ამიტომ ჰემატოკრიტის შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელიც უნდა მოხდეს აი ცენტრიფუგირების მერე. ძალიან მარტივი შესაფასებელია, თუ არის გავლენა სახსნას, თუ არის 25%-ზე მეტი და 55%-ზე მეტი, ანუ სინჯარის ნახევარზე მეტი თუ არის ფორმიანი ელემენტები, ან ძალიან ცოტა თუ არის. ეხლა ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? თუ არის ჰემატოკრიტი 55-სა და 65% შორის, თუ არის 5 მილilitrიანი სინჯარა 0,1 ციტრატი რო ამოვიღოთ, საკმარისია. თუ უფრო 65%-ზე მეტი ან 25%-ზე ნაკლებია, მაშინ აი ესე უნდა მოხდეს ციტრატის გამოთვლა. ჩვენთან ესეთი პაციენტები ალბათ ნაკლებად ხვდებიან, უпроსტად თუ შევამჩნევთ, რომ კომენტარის სახით მაინც შეგვიძლია რომ მივაწეროთ, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს. მაგრამ აი ესეთ კლინიკებში, სადაც აი ესეთი რისკ ჯგუფის პაციენტები ჰემატოლოგიურ კლინიკებში, სადაც ახალშობილები არიან, იქ ალბათ ეს მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია. აი ეს რისკ ჯგუფები, რა ვიცი, მე ესე მაქვს ჩამოწერილი, ახალშობილები, ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მაცხოვრებელი, მძიმე დეჰიდრატაცია, დამწვარობა, ციანოზური გულის დაავადება, ჭეშმარიტი პოლიციტემია.
სისხლის ტრანსპორტირება დამუშავებამდე როგორ უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურამდე. მაცივრის ტემპერატურა არ არის სასურველი, გარკვეული განსაკუთრებით როცა ფაქტორების ანალიზი, იმიტომ რომ კეთდება, იმიტომ რომ ძალიან მგრძნობიარეა ამის მიმართ. ანუ უნდა მოხდეს ერთი და იგივე ტემპერატურაზე, აი სინჯარა ვერტიკალურად იქნება და ჰორიზონტალურად, ამაზე ჩატარდა რაღაც გამოკვლევები, მაგრამ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა, უპირატესობა ვერტიკალურ ტრანსპორტირებას არ აჩვენა ჰორიზონტალურთან შედარებით. მაგრამ რასაც აქვს მნიშვნელობა, რომ ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილური ამ რაღაცა სატრანსპორტო ჩანთაში თუ კონტეინერში. აი მნიშვნელოვანი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მერყეობა არ არის სასურველი. და საერთოდ სასურველია, რომ 1 საათში მოხდეს დამუშავება. განსაკუთრებით თუ სხვადასხვა პაციენტი არის ანტიკოაგულანტზე. ამ შემთხვევაში აქვს განსაკუთრებით მნიშვნელობა, ამიტომ ამ კითხვასაც შეიძლება ვთქვათ კონდეს განსაკუთრებით გამოძახებების დროს მნიშვნელობა. რაც შეეხება პნევმატური სისტემების, ზოგ კლინიკებში არის, პნევმატური სისტემა შეიძლება კოაგულაციის ტესტებისთვის უბრალოდ ეს ინდივიდუალურად უნდა იყოს კლინიკაში გამოკვლეული, ანუ ისეთი სიჩქარით უნდა მიდიოდეს, რომ ჰემოლიზი არ ხდებოდეს, ანუ ადგილზე კლინიკამ ეს უნდა გამოიკვლიოს. და როდესაც ხდება სისხლის ტრანსპორტირება კურიერით, აქაც უნდა იყოს დოკუმენტირებული. ანუ ესეთი გამართული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია, როდესაც არის დოკუმენტირებული გაფორმება, აღება, ტრანსპორტირება, ლაბორატორიაში შესვლა, კვლევის ჩატარება და ასე შემდეგ. ესე იგი, თავისთავად ლაბორატორიაში მიღებული სინჯები ჩამონათვალი უნდა შემოწმდეს, რამდენად ზუსტად და სრულად არის აღებული სინჯი, ბარკოდების შეცდომებს მნიშვნელოვნად ამცირებს და უნდა მოხდეს სინჯის ტემპერატურის და დროის მონიტორინგი, რაც უკვე ვთქვია, ასე ვთქვათ. ცენტრიფუგირება ყველაზე უფრო სტანდარტული პირობა არის ეს 1500-2500 გრავიტაციული ძალა 15 წუთის მანძილზე ოთახის ტემპერატურაზე. მნიშვნელობა აქვს, რომ ცენტრიფუგა იყოს დაბალანსებული და ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ცენტრიფუგა და სინჯი და ჩავდოთ შტატივში, რომ ამ დროს არ მოხდეს არევა. ესე იგი, არსებობს უფრო სწრაფი დაცენტრიფუგების რეჟიმები, მაგრამ ლაბორატორია თუ რაღაც სტანდარტულ რეჟიმს ცვლის, უნდა დაასაბუთოს აუცილებლად, რომ ეს არის სწორი. და მიზანი რა არის კოაგულაციისთვის? უნდა მივიღოთ თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა. რას ნიშნავს თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა? რომ პლაზმაში უნდა იყოს თრომბოციტი 10-ზე ნაკლები, 10 ნანოლიტრზე ნაკლები. ჩვენ გამოვიკვლიოთ სხვათა შორის ჩვენი პლაზმა, ეს ჩვეულებრივად სისხლის ანალიზატორები შეიძლება დავეხმაროთ ამაში და ეს შემოწმება ცენტრიფუგაში უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ, ან თუ რაღაც მოდიფიკაცია ხდება, ან ცენტრიფუგას შეცვლა თუ ხდება, ამაზე აუცილებლად უნდა შემოწმდეს ცენტრიფუგა. და როგორც თქვი, დაცენტრიფუგების მერე ვაფასებთ ჰემატოკრიტს და ვაფასებთ ჰემოლის, ხო? და პლაზმის გადაღება უნდა მოხდეს ისე, რომ არ შევეხოთ უჯრედულ შრეებს. ეს მე მარტო ერითროციტებს არ გულისხმობ, თრომბოციტების და ლეიკოციტების შრეს არ უნდა შევეხოთ. ესე იგი, უნდა მოხდეს პიპეტით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადასხმა მასალის. პიპეტით ზევიდან ქვევით მოძრაო, ესე იგი, ზევიდან ქვევით ამ პიპეტის მოძრაობით და არ უნდა შევეხოთ უჯრედულ შრეებს, ანუ უფრო ადრე უნდა დავამთავროთ გადაღება. აი ეს არის შეცდომები. ერთ შემთხვევაში აშკარად დარღვეულია თრომბოციტების შრე, მეორე შემთხვევაში აშკარად გადაღებულია. თუ კოლტზე არის ეჭვი, შეგვიძლია უკვე დაცენტრიფუგებულია გადაღებული პლაზმა, ასე ვთქვათ, აი მარილაზე შევამოწმოთ კოლტი იყო თუ არა. ერთ-ერთი მეთოდია, ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება ორჯერად დაცენტრიფუგებას, ამას ჩვენ ვიყენებთ გარკვეული ტესტებისთვის. ხო გეუბნებით, თავისთავად რუტინული კოაგულაციური ტესტებისთვის ერთჯერად დაცენტრიფუგებით, თუ ცენტრიფუგა შემოწმებულია და თუ თრომბოციტები 10-ზე ნაკლებია, შეგვიძლია რომ ერთჯერადი დაცენტრიფუგებით გამოვიყენოთ პლაზმა.
მაგრამ ორჯერადი დაცენტრიფუგება თავისთავად ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში პლაზმას კიდევ ერთხელ ვიღებთ სინჯარაში, ვდებთ ცენტრიფუგაში და ისევ იგივე მოძრაობით ვიღებთ პლაზმას, ისე რომ ქვედა 0.5 მილილიტრი დარჩეს. სინჯების ალიქოტირება. აი ალიქოტირების დროს ისევ იგივე მნიშვნელობა აქვს სინჯარის ხარისხს. ეს სინჯარი არ უნდა იყოს არააქტიული მასალიდან და უნდა უძლებდეს საჭიროების შემთხვევაში -70 გრადუსზე გაყინვასაც. და რაც არის მნიშვნელოვანი ისევ იდენტიფიკაციის საკითხები, რომ სასურველია არსებობდეს ლაბორატორიას ჰქონდეს იდენტიფიკატორები, რითიც გადაღებულ და ორიგინალ სინჯარას ერთმანეთთან დააკავშირებ და ეს იდენტიფიკატორი არ უნდა იყოს ერთი. ვთქვათ 2 და მეტი უნდა იყოს. იცით რა, სხვათა შორის კიდე ერთი იყო, როდესაც რამდენიმე სინჯით იღებენ, ესე ეხლა თვალი მოვკარი და მაგრამ ამასაც გეტყვით, აი, როდესაც არის ვთქვათ რამდენიმე ციტრატი აღებული, აი როგორ უნდა მოვიქცეთ. აქ სხვადასხვა რჩევა იყო და ალბათ ამ დასკვნა იყო ესეთი ჯობია, რომ ყველა სინჯარას ალიქოტირება მოხდეს ცალ-ცალკე. იმიტომ რომ რომელიმე ერთ სინჯარაში თუ მოხდა ვთქვათ ან კოლტის წარმოქმნა, ის ჩვენ თუ ამას გავაერთიანებთ, მთელ მასალას გააფუჭებს, ასე ვთქვათ. ასე იყო ეს ახსნილი. ანუ ჩვენ ნაკლებად გვჭირდება, აი თუ რაღაც სიტუაციებში არის საჭირო და რამდენიმე სინჯის აღება ხდება, აი რამდენიმე ციტრატის აღება ხდება, მისი გადაღება ცალ-ცალკე რომ მოხდეს ჯობიაო. შენახვა რა თქმა უნდა მაცივარში აქაც სხვათა შორის წავაწყდით ცოტა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მაგალითად ლოთარ თომასთან წერია რომ -70 გრადუსზე შოკური გაყინვა არის იდეალური კოაგულაციის ტესტებისთვის. იყო შედარებული -20 გრადუსზე, -40-ზე და -70-ზე, მაგრამ სხვაობები რაც ნახეს -20 და -40 შორის რაც მახსოვს თითქმის ერთნაირი იყო. 70 გრადუსზე გაყინულები უფრო სტაბილურები იყო, მაგრამ სტაბილურობა არის უკვე დიდხნიან სტაბილურობაზე 3 თვის, 18 თვის მერე, ძირითადად ამაზე. საუბარი ჩვენ ერთი კვირა ვინახავთ ასე რომ -20 გრადუსზე გაყინული სინჯებიც გამოდგება. სავარაუდოდ მაცივარი უნდა იყოს შემოწმებული და მაცივარში არ უნდა ირყეოდეს ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილური, არ უნდა იყოს მერყე. თან იცით, როდესაც ამ სტაბილურობას ამოწმებენ, თქვენ რომ ნახოთ ამ სტატიებში საკმაოდ ხანგრძლივია სტაბილურობა, მაგრამ ძირითადად როგორც გითხარით, ნორმალური სინჯები და ნორმალური არაპათოლოგიური სინჯები მოწმდება და ამიტომ აი პათოლოგიური ცვლილება როგორ შეიცვლება, ამაზე ინფორმაცია ამდენი არ არსებობს. და ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე. ამიტომ, როდესაც სტანდარტად ირჩევენ დროს, სტაბილურობის დროს, ყოველთვის ვცდილობენ, რომ ეს უფრო შეამჭიდროვონ და უფრო მოკლე დრო მოვქცენ. და აი ეს არის ცხრილი CLCI-ის მიხედვით მასალის სტაბილურობაზე ტემპერატურასთან დამოკიდებულებაში. ეხლა რაც შეეხება გაყინული სინჯები. გაყინული სინჯები უნდა გაალღვეს 37 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში და უნდა აერიოს კარგად და ოღონდ ფრთხილად. კარგად არევას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პლაზმა ეს არის მაღალმოლეკულური ნივთიერებების ნაერთი და გაყინვის დროს გაყინვა ხდება მოლეკულური მასის მიხედვით ლაგდება. ამიტომ გალღობის დროს ეს არევა უნდა მოხდეს კარგად, რომ არ მივიღოთ რაღაცა ცრუ მაღალი ან ცრუ დაბალი პასუხი. მაგრამ ისე უნდა მოხდეს არევა, რომ ქაფი არ წარმოიქმნას. აი აქაც ბევრი ციკლი, სხვათა შორის აი დედიმერთან დაკავშირებით რო ვნახულობდი, რამდენიმეჯერ გაალღობა, გაყინვის ციკლების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები თითქოს არ იყო. აქ არის ლაპარაკი, ცვლილება არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, ისევ იგივე სტანდარტით თუ მიუდგებით, უფრო უნდა შევამჭიდროოთ. აი, რეალურად გაყინვა, გალღობა ბევრჯერ არ არის რეკომენდებული და სასურველია, რომ ერთზე მეტი არ იყოს. ტრანსპორტირების დროს ისე უნდა მოხდეს ტრანსპორტირება, თუ სინჯი გაყინულია, რომ ის გაყინული იყოს ბოლომდე.
მოკლედ ეს იყო სტანდარტი, რაც შეეხებოდა ამ კოაგულაციის ტესტებს. აი, სულ ერთი სიტყვით ვიტყვი თრომბოელასტოგრაფიაზე, იმიტომ რომ ეს არის, აი, როგორ გითხრათ, კოაგულაციის ტესტები, PT-INR, APTT, ეს ყველა შედედების რაღაც ფრაგმენტზე გვაძლევს ინფორმაციას. ხოლო აი თრომბოელასტოგრაფია ეს არის მეთოდი, რომელიც ამ შედედების პროცესს რეალურ დროში აფასებს, თრომბის წარმოქმნიდან მის დაშლამდე. ამის პრეანალიტიკა კიდე უფრო მგრძნობიარეა, აუცილებელი ატრამული ფუნქცია. აი, აქ ხშირად გვირჩევენ, რომ გადასაგდების სინჯარა გამოიყენეთ და მეორე სინჯი აიღეთ, იმიტომ რომ ციტრატიანი სისხლია მასალა. ესე იგი, უნდა ავსება მნიშვნელოვანია, ატრამული ფუნქცია მნიშვნელოვანია, კარგად შერევა მნიშვნელოვანია, უნდა გაკეთდეს სწრაფად. სასურველია 30 წუთში და 2 საათზე მეტი არ არის 2 საათის მერე აღარ ხდება გამოკვლევა. არ შეიძლება მაცივარ შენახვა, არ შეიძლება გაყიდვა და სინჯი ამ 2 საათის მანძილზე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, ოღონდ ეს ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 22-24 გრადუსი. აი, ახლა მოკლედ რო თქვა და პრეანალიზური ცვლადებით გამოწვეულ სამედიცინო შეცდომაზე ეს ბევრია და აი ტექსტი ცოტა ბევრია აქ, მაგრამ ამას რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე შევეხები, აქ არის ერთი და იგივე, კიდე ყველგან არის ერთი და იგივე რაღაც. თუ ჩვენთვის გავლენის ფაქტორი ცნობილია, ეს უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაცია ლაბორატორიამდე. კორექცია არ არის სწორი, რომ აი მე თქვა ჰემოლიზია და ამიტომ მაჩვენებელი ამდენი კი არა, ამდენი იქნებოდა, თქვა და ეს კორექცია არ არის შესაძლებელი და აი ყოველთვის ჯობია რომ ეს დაერთოს კომენტარი. მე მაგალითად რაღაც ბოლო პერიოდი ვცდილობ რომ კვლევის შედეგებს რაღაცა აი პროცესში აი როგორ გითხრათ, კვლევის პროცესში ჩატარებული რაიმე კორექცია თუ ჩავატარეთ, რომ მივაწეროთ, იმიტომ რომ ეს შემდგომ დროში აღქმული ძალიან მგონია რომ ინფორმატული იქნება თვითონ პაციენტისთვის. მაგრამ აი თქვათ ის რომ კორექცია გააკეთე, ეს უნდა იყოს მითითებული და თვითონ საწყისი შედეგი არ უნდა იყოს შეცვლილი. ყველაზე ხშირი მიზეზი ეს არის ლაბორატორიაში შეცდომების მიზეზი, ეს არის ჰემოლიზი, ლიპემია და სიყვიтле. და აქ არის რომ ესე იგი ყველაზე ხშირი პრობლემა არის ჰემოლიზი, სიყვიтле და ლიპემია ნაკლებიც არის და ნაკლებად შესწავლილიც არის. ოღონდ ამ ყველაფრის გავლენა დამოკიდებულია მეთოდზე. როგორც გითხარით, კოაგულაციის აპარატები ალბათ ყველაზე ნაკლებად არის ჰარმონიზებული და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის სწორედ ამასთან, აი სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა მწარმოებლით გამოკვლეული პარამეტრები, ნორმის ფარგლებიც ხშირად განსხვავებულია. და აი ეს დინამიკაში შეფასებისთვის ზოგჯერ ექიმებს პრობლემებსაც უქმნის. ყველაზე ესე რომელიც არის ფოტოოპტიკური, ყველაზე მეტ გავლენას ამაზე ახდენს ლიპემია, სიყვიтлеც და ჰემოლიზით. დანარჩენი მეთოდები შედარებით უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა. და სხვათა შორის ჰემოლიზის, იკტერუსის და ლიპემიის ინდექსები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით კლინიკური ქიმიის აპარატებზე. ეს დიდი ხანია კლინიკური ქიმიის აპარატებს ეს, იმიტომ რომ იქ ფოტომეტრულია მეთოდების ტესტების დიდი ნაწილი და ეს უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ კოაგულაციის ტესტებისთვის შედარებით ახალია. და მაგალითად ახლა ჩვენ რომელი აპარატიც გვაქვს, ყველა სინჯი მოწმდება ამაზე და ყველა სინჯზე გვაქვს მინიშნება, რომ არის თუ არა დასაშვებ ზღვარზე მეტი ჰემოლიზის, იქტერულობის თუ ლიპემიის ინდექსი და ეს ძალიან კარგია, რომ ეს კოაგულაციის აპარატებსაც დაემატა. ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ რჩება ჰემოლიზი, რომელიც შეიძლება თავისთავად ინვიტრო იყოს, ინვივო, უბრალოდ ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია გავაკეთოთ დიფერენცირება ინვიტროა თუ ინვივო, ანუ ასე ტესტი არ არსებობს. უბრალოდ ინვიტრო ჰემოლიზი ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. მაგრამ რა მინდა ჰემოლიზთან დაკავშირებით თქვა. ჰემოლიზი გავლენას ახდენს კოაგულაციის ტესტებზე არა მარტო ოპტიკური, ანუ ანალიტიკური თვალსაზრისით, კი არა, ბიოლოგიური თვალსაზრისითაც. ამიტომ ჰემოლიზური სინჯების გამოყენება კოაგულაციაში არ არის რეკომენდებული იმ მეთოდებისთვისაც კი,
რომელიც ჰემოლიზის მიმართ არ არის მგრძნობიარე. იმიტომ რომ თვითონ ჰემოლიზის გამოწვეული ბიოლოგიური ცვლილებები იწვევს კოაგულაციის ცვლილებებს. ეხლა რაც შეეხება ლიპემიას და იქტერუს, აქ ეს როგორც წესი პაციენტზე არის დამოკიდებული და ამის კორექცია ხშირად რთულია. ლიპემიის დროს გამოიყენება, ამიტომ ეს ინდექსები ძალიან პრაქტიკულია და ესეთი ინფორმაციას გვაძლევს ამაზე. ლიპემიის დროს შეიძლება ულტრაცენტრიფუგაცია გამოვიყენოთ და თუ ვერ ხდება გაზომა, მეში რაღაც თქვა თუ ოპტიკური მეთოდია, უნდა რაღაც ალტერნატიული მეთოდით გავზომოთ, თქვა მექანიკური ან ქრონოგენული მეთოდით. რაც შეეხება ანტიკოაგულანტ მედიკამენტებზე უკვე ბევრი ვისაუბრე და ეს ერთნიშნულად არის მედიკამენტზე ანტიკოაგულანტების ნაწილი სulis კოაგულაციის ტესტებს, ნაწილი არ მოქმედებს კოაგულაციის ტესტებზე. თქვათ, ამიტომ ამ შემთხვევაში ექიმის გადასაწყვეტია რას, როგორ და რანაირად აკეთებს და აი ეს ურთიერთკავშირი ექიმის და ლაბორატორიის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს ჩანაცვლებითი თერაპია, ფაქტორების ჩანაცვლებითი თერაპიაც თავისთავად მოქმედებს და თან ახალი და ახალი პრეპარატებს უფრო ესეთი ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი აქვს და ამიტომ ეს ერთნიშნულად კონტროლი როდის, როგორ და რანაირად მოხდება, რაღაც ერთად ალბათ ექიმთან ერთად არის ეს დასაგეგმი. მივდივარ ფინალისკენ, ესე იგი როგორც თქვით, რომ ყველაზე ხშირი არის პრეანალიტიკური შეცდომები. ძალიან წინ წავიდა ტექნოლოგიები და ლაბორატორიული შეცდომები პრაქტიკულად ძალიან იშვიათია. ეს არის თუ ასე ვთქვათ, ამ ანალიზატორებში ერთი არის სრული ავტომატები, დახურული სისტემებია. აპარატები არა მარტო სწორად მუშაობენ, ჩვენ გვაკონტროლებენ, რამდენად სწორად მუშაობთ ჩვენ. მახსოვს, აი რაღაც ერთი აპარატი ქონდა, რომელიც აი ჯერ კიდევ ყაზბეგზე რო ვიყავით, სინათლე გამოირთო, ზაფხული იყო და დაგვიწუნა ოთახის ტემპერატურა. იმიტომ რომ იმ ტემპერატურაზე კონდიციონერი ვერ ჩავრთეთ აკუმულატორზე და დაგვიწუნა ოთახის ტემპერატურა და შევწყვიტეთ გამოკვლევა. მოკლედ, ძალიან წინ წავიდა ტექნოლოგიები. ადამიანის ფაქტორი მინიმუმამდე არის დაყვანილი. როგორც გითხარით, შეცდომებსაც პრაქტიკულად არ უშვებენ. თუ ჩვენ მას კარგად ვექცევით, ანუ კონტროლს, კალიბრაციას თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, ხო? ამიტომ ანალიტიკური შეცდომები ძალიან ცოტა და წილი ძალიან გაიზარდა პრეანალიტიკურის, იმიტომ რომ სტანდარტიზაციაც ნაკლებია და მანუალური ფაქტორი და ადამიანური ფაქტორი არის ისევ ბევრი. პოსტანალიტიკას რაც შეეხება, პოსტანალიტიკასაც პროგრამებმა ეს შეცდომები, რასაც აი ხელით შეყვანა ნაკლებად ხდება, ხო? აი რაღაც ეს შეცდომებიც რაღაცნაირად შეამცირა და წილი ძალიან გაიზარდა პრეანალიტიკის. ეს არის პროცენტულად გამოსახული კოაგულაციის ლაბორატორიაში რა იყო შეცდომების მიზეზი და აი ძალიან ხშირად არის მოტანილი სინჯი. ჩვენც გვაქვს ამის გამოცდილება, რომ მოტანილი სინჯი ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაცა პრობლემური. თუ თავისთავად ჰემოლიზი, კოლტი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიას კონდეს სინჯის უარყოფის კრიტერიუმები. აი, როდის ვამბობთ, რომ ეს სინჯი არ ვარგა და ვიღებთ ხელახლა. და ამისთვის უნდა კონდეს რაღაცა წერილობითი პოლიტიკა. ნებისმიერი დარღვევა პრეანალიტიკის ფაზაში შეიძლება იყოს სინჯის უარყოფის მიზეზი. და კოაგულაციის ლაბორატორიაში ყველაზე ხშირი არის არასწორი ანტიკოაგულანტით და ეს არის აღმოჩნდა 5-13% შეცდომების. თან იცით რა არის შეცდომა, რომ თუ ჩვენთან მოდის ალიკვოტი, პრობლემა ის არის, რომ ეს მასალები ვიზუალურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ლაბორატორიაში ამ შეცდომის, ასე ვთქვათ, დაჭერა არის რთული. ამის რაღაცა ბევრი სტანდარტები არსებობს, მაგალითად, აი შრატი და პლაზმა როგორ განვასხვაოთ და არსებობს კიდე სხვადასხვა ალგორითმები, სადაც აი ეს წავიკითხე, სიმართლე რომ გითხრა, ეს კარგად რეალურად როგორ იყენებენ ლაბორატორიაში არ ვიცი, მაგრამ სწორედ ამ იონების კონცენტრაციის გაზომით ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ არის თუ არა ეს სიტრატ პლაზმა.
კოლტიანი სინჯები, ხო ვამბობთ, რომ აი ყველაზე ხშირი ლაბორატორიული შეცდომა და დამერწმუნეთ, ახლა აი ჩვენთან კოაგულაციაზე ვინც მუშაობს, იტყვის, რომ ყველაზე ხშირი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მარტივია, ყველაზე ხილულია, ხშირად ხდება აღმოჩენა უკვე კვლევა რო შესრულებულია მერე. და ეს აღმოჩენა ხდება დელტა ჩეკის დროს. ანუ როცა ჩვენ პაციენტს ვაკვირდებით დინამიკაში, რაღაცა არის ამოვარდნილი. აი რაღაცა არ არის და მე ვნახულობთ, რომ კოლტია, ფიბრინისაფია და სხვათა შორის აპარატებს აქვს, თანამედროვე აპარატებს კოლტის დეტექციის, ასე ვთქვათ, ოფციაც. და ესეთი წკირები არის თურმე, რომლითაც ჩვენ კოლტს ვარაუდობთ, შეგვიძლია გამოვავლინოთ. სინჯში კოლტის წარმოქმნის ფაქტორები შეიძლება იყოს დამუშავებამდე და დამუშავებისას, ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ და სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ გამართული პრეანალიტიკით. და პროცესზე ორიენტირებული პრეანალიზური ხარისხის სისტემების შექმნა, სხვათა შორის, აი ამას რო ვკითხულობდი, აი მართლა აი რა კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, მაკა არ მეჩხუბო, აი არ ვიცი, ხელები ამიწევია, მაკაზე დგას ჩვენი პრეანალიტიკის სამსახური, მაკას ხებზე როდის დაუწყია და რეები მოუგონია, რომ აი ეს შეცდომები მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, როცა არც ისეთი ლისი გქონდა, როგორც დღეს გვაქვს. და კიდე ბევრი რაღაც. აი ყველა საფეხურის გაკონტროლება, აი როგორ ქონია აწყობილი. და აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ყველა საფეხურის აი გაკონტროლება მოხდეს და მოხდეს შეცდომების აღწერა. ამისი სტანდარტები არსებობს და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. აი მარტივად თქვა, გაფორმების შეცდომა, სქესის, ხო? ხო, ქონია გაიპარა რეგისტრატურაში, გაიპარა ფლებოტომიაში და გაიპარა ჩვენთან. ქონია, ხო, ეს ანუ სამი საფეხური გაიარა. ანუ არის რომ რომელიღაც საფეხურზე აღმოგვიჩენია, ხო? ანუ აი რამდენჯერ მოხდა ეს, აი შეცდომები უნდა აიღწეროს ყველა საფეხურზე და ლაბორატორიას უნდა კონდეს, აი სწორედ ამ სტანდარტებიდან გამომდინარე, მიხვდეს, რომ აი რა სად მაქვს, ასე ვთქვათ, ესეთი აქილევსის ქუსლი, სადაც მე ვუშვებ შეცდომებს. და ამაზე ორიენტირებულად შეიძლება გამოასწორო. აი თუ ანუ ჩვენ თუ ეს ხარისხის სისტემები გვექნება, ამით ჩვენ დავიჭერთ შეცდომებს. და ესე რომ ვთქვათ, მაგალითად, შეუსაბამო მოვლენების მართვა. აი ეს კოაგულაციის ლაბორატორიაზე რო ავიღოთ, ხო? პრეანალიზური შეცდომა გვაძლევს კოაგულაციის ლაბორატორიაში შეცდომას, არასწორ დიაგნოზს, არასათანადო მკურნალობას, მედიკამენტის მიღების შეცდომას, ჰემორაგიის ან თრომბოზის რისკს ზრდიდს, ხო? ამიტომ ეს უნდა შეფასდეს, ეს რისკზე დაფუძნებული მიდგომა უნდა იყოს. ეს რისკის დონე დაკავშირებულია შემთხვევის ალბათობასთან და ზიანის სიმძიმესთან და ზიანის სიმძიმე არის ყველაზე მძიმე კოაგულაციის ლაბორატორიაში. და აი აქედან გამოსავალი როგორ, აი ჩვენ თუ გვექნება პროცენტულად გამოსახული რომელ ეტაპზე რა შეცდომას ვუშვებთ, ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომები რაოდენობრივად გამოვსახოთ, ხო? მე უკვე შეიძლება დაინერგოს ამ შეცდომის თავიდან აცილების გზები. აი მაგალითად ახლა აი ბარკოდი ძალიან ბევრ ამას ამარტივებს, ხო, შეცდომის ალბათობას ზრდის, გამართული პროგრამა, როცა ხელით შეყვანა არ ხდება, ამასაც ამცირებს, ხო? და ბოლო-ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კიდე ტრენინგი და სწავლება. როდესაც აი მიზანი დღევანდელი შეხვედრის სწორედ ეს იყო, რომ გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტიურად თქვენზე დგას ლაბორატორია და როგორ გითხრათ, თუ სადმე რაიმე ხარვეზია, თუნდ იმიტომ რომ არ ვიცით, ხო? აი რაღაც ესენი იქნება ამოვავსოთ. აი რო გვეცოდინება ამ შეცდომას რა შედეგი შეიძლება მოყვეს, რაღაცა უფრო კრიტიკულად მივუდგებით. რა ვიცი, ესე ვფიქრობ. და როგორც გითხარით, მანუალური ფაქტორი მნიშვნელოვანია პრეანალიტიკაში და ითვლება, რომ სტანდარტიზაციის ნაკლებობა არის, მაგრამ არსებობს გარე ხარისხის შეფასების პროგრამები, რომელმაც შეიძლება ყველა ეს ეტაპზე
დაგვეხმარონ, როგორ შეიძლება ეს გავწეროთ რაოდენობრივად. მოკლედ, გავედი ფინალში, ყველა ეს რეკომენდაცია, რაც აქ იყო, არის ან CLCI-ის, ან სხვადასხვა სანდო გაიდლაინებზე დაფუძნებული. და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. თუ ლაბორატორიას არ უნდა და რაღაცა თავის სტანდარტი, კი ბატონო, ყველა ლაბორატორიამ შეუძლია რაღაცა თავისი სტანდარტი შეიმუშაოს, ოღონდ მანამდე კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაამტკიცოს, რომ ეს სწორია. ხვდებით, ანუ მე რაც გითხარით, ეს არის ასე ვთქვათ სტანდარტული მიდგომები. ასე კონსერვატული მიდგომები უკვე არსებულ ცოდნაზე და ინფორმაციაზე. მოკლედ, ეხლა ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, რამდენიმე კლინიკური შემთხვევა გავიაროთ, ეს კლინიკური შემთხვევები ზოგი ჩვენია და ძირითადად არის ლიტერატურიდან აღებული, სხვადასხვა პრეანალიტიკის დარღვევამ სხვადასხვა ეტაპზე სადამდე მიგვიყვანა. ეს არის პირველი, პაციენტი არის 17 წლის ბიჭი, პრაქტიკულად ჯამრთელი, სისხლდენა, სისხლჩაქცევა არა, მოტანილი მასალა, ციტრატ პლაზმა. ეს იყო რაღაც ჩემი მეგობრების შვილი, იყო მშობლები ექიმები არიან, აიღეს იქვე სინჯარა მოიტანეს, APTT მაღალია და მე მითხრეს, რომ სინჯარა იყო ვადაგასული. ეხლა სიმართლე გითხრათ, ვადაგასული სინჯარა იყო, არასაკმარისად არ ვიცი. ყოველ შემთხვევისათვის ჩვენთან ხელახლა ავიღეთ და APTT არის ნორმაში. ანუ კიდევ ერთხელ რომ მნიშვნელოვანია სინჯარის ხარისხის, ვადაც, ავსებას, ტრანსპორტირებაც და რა ვიცი, ყველაფერი. 75 წლის კაცი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, სისხლდენა არა, ანტიკოაგულიანტი არა, სტაბილურია, რუტინული კვლევა, გართულებული ვენის პუნქცია, ციტრატიანი სინჯის სანახევროდ ავსებული. PT-აინერი APTT მაღალია და კითხვა რა არის? ფაქტორის დეფიციტია, კავიტამინის დეფიციტია, ღვიძლის დისფუნქცია, განმეორებითი კვლევა ახალ სინჯარაში. ყველაფერი ნორმაშია. მექანიზმი არის, რომ არასაკმარისად შეივსოს სინჯარა, ჭარბი ციტრატი დაუკავშირდა მეტ კალციუმს და სრულ გახანგრძლივება მივიღეთ PT-APTT-ის. მოკლედ, კიდევ ერთი სტანდარტი არსებობს, რასაც ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი კანონია თუ წესი ლაბორატორიაში, რაღაცა ალოგიკურია, რაღაცა ვერ ვხსნით, აიღე ახალი სინჯი. ესე იგი, ანუ ეს არის, როდესაც არასაკმარისად შევსებული სინჯარა იყო. 62 წლის ქალი, გეგმიური ქოლეცისტექტომია, ოპერაციის წინა კოაგულაციის რუტინული სკრინინგი, სისხლდენის ისტორია არა, ანტიკოაგულაციური თერაპია არა, გართულებული ვენის პუნქცია, მრავალჯერადი მცდელობა, ხანგრძლივად ლახტი და ხილული ჰემატომა. APTT არის დაბალი. და ალბათ ვარაუდია, რომ ქსოვილოვანი ფაქტორით მოხდა დაბინძურება, კორექტულად აღებულ მასალაში APTT ნორმაშია. მექანიზმი რა არის? ქსოვილი დაზიანდა, ქსოვილოვანი ფაქტორი გამოიყო, რომელიც მოხდა სინჯში, კოაგულაციური კასკადი ინვიტრო გააქტიურდა, ტესტირების დროს დარჩენილი პლაზმა უფრო სწრაფად შედედა და ცრუ შემოკლებული APTT მივიღეთ. კარგი, თქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, მაგრამ თუ ეს არის რეალურად არის ამ პაციენტთან მაღალი APTT და ჩვენ მივიღეთ ნორმა. აი ამ შემთხვევაში, ანუ შეიძლება შეინიღბოს ნამდვილი კოაგულოპათია და ფაქტორების დეფიციტი და ეს ოპერაციამდე და ანტიკოაგულიანტის დანიშნვამდე შეიძლება მოკლედ მაღალ რისკს შეიცავს. 68 წლის კაცი, პოსტოპერაციული მუცლის ღრუს ოპერაციიდან მეორე დღე სისხლი აღებულია ვენური კათეტერიდან, რომელიც ჰეპარინით იწმინდება თუ ირეცხება, როგორ ვთქვა. და აქ ძალიან ნიშანდობლივია, რომ თრომბინ თაიმი გაზომვის ფარგლებს ცდება. თრომბინ თაიმი გამორჩეულად მგრძნობი არის ჰეპარინის მიმართ. ახალ კორექტულად აღებულ სინჯში ყველაფერი ნორმაშია. ანუ ნარჩენი ჰეპარინი კათეტერის საკეტიდან მოხვდა სინჯში, დაუკავშირდა ანტითრომბინ 3-ს, თრომბინისა და ფაქტორი მე-10-ას ინჰიბირება, გახანგრძლივებულ PT-APTT და თრომბინ თაიმი. ესე იგი, ამ პაციენტთან გაკეთდა განზავებული სინჯიც არის გახანგრძლივებული, ანუ აქ ფაქტორის დეფიციტზე ნაკლებად ვფიქრობთ და ჰეპარინაზათი განეიტრალებულ სინჯში უკვე ნორმაშია მაჩვენებელი. ანუ ამით ჩვენ ხვდებით, რომ
ჰეპარინით არის სინჯი დაბინძურებული და მე შემიძლია გითხრათ, რომ ახალ მთელი რიგი რეაგენტები თავის თავში მოიცავს ჰეპარინის განეიტრალებას, რეაგენტები თვითონ, მაგრამ გარკვეულ რაოდენობას ერევა. ანუ ეს მაგალითი ჩემთვის იყო საინტერესო იმით, რომ თქვათ, რომ ჰეპარინის ერთმა წვეთმაც კი ნორმალური ფითი და ეიფითითი შეიძლება ცრუ კოაგულოპათიად აქციოს. 59 წლის ქალი, ჰოსპიტალიზირებული ფილტვის ემბოლიის გამო. არაფრაქციონირებული ჰეპარინის ინფუზია ანტიკოაგულაციური თერაპიის კორექციისთვის დანიშნულია ეიფითითის რუტინული მონიტორინგი. ხანმოკლე ცენტრიფუგირება, ცენტრიფუგა იყო გაუმართავი. და ესე იგი, აქ ინტერპრეტაცია რახან ეიფითითი იყო ნორმაში, ჩაითვალა, რომ ჰეპარინის თერაპია არის არაეფექტური. ექიმებმა გაზარდეს დოზა და მეორე დღეს მოხდა სისხლდენა. და ეს პლაზმა რო შეამოწმეს, პლაზმაში თრომბოციტი 50-ზე მეტია. ანუ არ არის თრომბოციტით ღარიბი პლაზმა. მეორე დღეს ახალ ორმაგად დაცენტრიფუგებულ სინჯში ეიფითითი არის 79, რაც შეესაბამება ესე ჰეპარინის თერაპიულ დონეს და მოიხსნა ჰეპარინი და სისხლდენა შეწყდა. ანუ ცუდმა ცენტრიფუგირებამ გამოიწვია თრომბოციტებით კონტამინაცია, გამოიყო ეს თრომბოციტული მეოთხე ფაქტორი და ცრუ შემოკლებული ეიფითითი. ესე იგი, დარღვეული პრეანალიტიკა, არასწორი შედეგი, თერაპიის არასწორი მართვა და სისხლდენა. აი, ეს არის სწორედ ზიანის რისკი, რასაც ვამბობდი, რომ კოაგულაციის ტესტებისთვის მაღალია. ეს ჩვენი შემთხვევა, ამბულატორიული პაციენტი, სისხლდენა არა, სისხლჩაქცევა არა, ვარფარინის დოზის მონიტორინგი, პაციენტმა აიღო ბევრი სინჯი, შრატი, ციტრატპლაზმა, ნავპლაზმა, ედეტია სისხლი, შემოვიდა ციტრატპლაზმის ალიქოტი, აინერი 5-ზე მაღალი. და დინამიკაში, აი დელტა ჩეკის დროს ვნახეთ, რომ აინერი ყოველთვის აქვს დაახლოებით 2-3 შორის ამ პაციენტს. და იმავე მასალაში ფიბრინოგენი არ განისაზღვრა. ახალ მასალაში აინერი არის 1.7. მასალა იყო შრატი, პლაზმის ნაცვლად. ანუ ესე იგი, ეს ერთ-ერთი მეთოდი არის, ვთქვათ, ამ შემთხვევაში არ იყო ფიბრინოგენი შეკვეთილი, უბრალოდ ფიბრინოგენი რო ვნახეთ, ამიტომ შევიტანეთ ეჭვი. პაციენტის და სინჯის იდენტიფიკაციის დარღვევა ყველაზე ხშირი ლაბორატორიული შეცდომაა. 45 წლის კაცი და კარგია თუ ჩვენ გვექნება მექანიზმი, რომ ეს პაციენტთან მისვლამდე აღმოვაჩინოთ შეცდომა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეცდომა არ დაუშვათ. 45 წლის კაცი, მსუბუქი ანემია, კლინიკურად სტაბილური, სისხლდენა არა, ღვიძლის დისფუნქცია არა, კოაგულაციის პროფილის რუტინული გამოკვლევა. ესე იგი, დაცენტრიფუგებამდე სინჯი ინახებოდა ლაბორატორიაში ოთახის ტემპერატურაზე. და ყველაფერი ფაქტიურად არის გახანგრძლივებული, მაგრამ პაციენტის კლინიკურ მონაცემებს არ შეესაბამება. ამიტომ ახალ მასალაში განმეორებით გაკეთდა კვლევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლაზმის მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პლაზმის დროული გამოყოფა. სამი კვირის ახალშობილი, მამრობითი, პრაქტიკულად ჯანმრთელი 38 გესტაციურ კვირაზე, მსუბუქი სიყვითლე, სისხლის ანალიზში პოლიციტემია, სისხლდენა არა, სისხლჩაქცევა არა, ანტიკოაგულანტი არა, ღვიძლის ფუნქცია ნორმა. და მივიღეთ აი ესეთი მაჩვენებელი მაღალი ფითი აინერი, ეიფითითი, კლინიკურ სურათს არ ემთხვევა, ერთი შეხედვით რაღაც ფაქტორების დეფიციტია. ამ ჰემატოკრიტის გამო მოხდა სინჯარაში ციტრატის კორექცია და ახალ სინჯარაში მივიღეთ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში. ანუ ჰემატოკრიტის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებთან. ეს არის 37 წლის ქალი, სადაც
კლინიკური კითხვა რა იყო არ ვიცით, მაგრამ ლაბორატორიაში მასალა შევიდა დაგვიანებული. და ამიტომ იყო ლაბორატორიიდან მოთხოვნა, რომ პრეანალიტიკა გადაამოწმეთ, ამიტომ გაუშვით როგორც რეზერვი, ასევე ახალი სინჯი. რეზერვი და ახალი სინჯი ხედავთ, რომ საკმაოდ კარგად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებულია და ეს სწორედ იყო იმის შედეგი, რომ სინჯი გალღვა, ასე ვთქვათ, ტრანსპორტირების დროს. გახანგრძლივდა. მოკლედ, ეს ყველაფერი ციტრაძე ვილაპარაკე, მაგრამ ორი სიტყვა მინდა გითხრათ თრომბოციტებზე, ორი кейსი და მორჩა. ეს იყო 57 წლის ქალი, პრაქტიკულად ჯამრცელი, ესეთი პაციენტები ჩვენთან ბევრნი არიან. სადაც ედეტია სისხლით ავიღეთ, ყველაფერი ნორმაშია, თრომბოციტი, ანუ იზოლირებული თრომბოციტოპენია გვაქვს, ვივარაუდეთ, ხო არ არის ედეტია შეუთავსებლობით გამოწვეული თრომბოციტოპენია, ნაცხში არის თრომბოციტების აგრეგატები და ავიღეთ თრომბოეგზაქტით. რახან საშტეკმა ამისთვის ახალი სპეციალურად ცალკე სინჯარი გამოუშვა, ესე იგი არც ისე იშვიათია ეს პრობლემა. ედეტი არის სტანდარტული ანტიკოაგულანტი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ეთილენდიამი ტეტრაზმარმჟავა, რომელიც სისხლის უჯრედებს ინახავს აღებიდან გამოკვლევამდე. მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას და აგრეგირებულ თრომბოციტებს აპარატი ვეღარ თვლის სწორად და კორექტულად. რაც უფრო დიდხანს რჩება სინჯი ედეტიაში, უფრო მეტად გამოიხატება ეს აგრეგაცია, ანუ პაციენტს რო აუღო და იმ წუთში შეუშვა აპარატში სხვა მაჩვენებელს მიიღებ და 2 საათის მერე რო შეუშვა სხვა მაჩვენებელს. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პაციენტს ავუხსნათ, ინფორმირებული იყოს ამასთან დაკავშირებით, იცოდეს და რომ ეს არის პრობლემა სინჯარაში, ეს არ არის პაციენტის პრობლემა, მაგრამ საერთოდ ესეთი აზრი გამიგია. ხშირად რო შენ თუ ნახულობ თრომბოციტების აგრეგაცია, კი თრომბოციტოპენიაზე არ არის საუბარი. ანუ ეს არის სტანდარტული შემთხვევა, მაგრამ აი ყავს ესეთი პაციენტი 16 წლის გოგონა, ეს არის ონკოპაციენტი და ქიმიოთერაპიის ფონზე სისხლის ანალიზი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების რაოდენობა. ამის მიხედვით კეთდება, გრძელდება მკურნალობა და ამის მიხედვით ხდება ან გადავადება, ან კორექცია. ესე იგი, პანციტოპენია ამ პაციენტთან თრომბოციტების მაჩვენებელი გამორჩეულად აინტერესებს ექიმს და ნახეთ ნაცხში აგრეგატები. ავიღეთ თრომბოეგზაქტით და თრომბოეგზაქტშიც დაბალია თრომბოციტი, მაგრამ არა ესეთი დაბალი. ანუ ეს არის კომბინაცია, როდესაც ქიმიოთერაპიით გამოწვეულ თრომბოციტოპენიას ემატება ედეტია შეუთავსებლობით გამოწვეული თრომბოციტოპენია. აი ამ პაციენტთან ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს იმის, რომ თრომბოციტები დავთვალოთ სწორად, თუ არ გამოვიყენებთ თრომბოეგზაქტს. სადაც არის აგრეგაცია, იმ ზოგადად პრომილეებში დაცული თრომბოციტები მიახლოებით იმ ნაჩვენებელია, ძალიან არაზუსტია. ამას ხშირად სვამენ ამ კითხვას პაციენტების და ექიმების, მე სულ ვუხსნი, რომ განა ვერ ვთვლით, არ ვთვლით, იმიტომ რომ არ არის სწორი განსაკუთრებით თრომბოციტოპენიების დროს და აი ამ შემთხვევაში, როცა მნიშვნელობა აქვს შენთვის თრომბოციტის რაოდენობას. იმიტომ რომ თქვენ რო ნახოთ ნებისმიერი ქიმიოთერაპიის პროტოკოლი, სწორედ ამ რიცხვებზე დამოკიდებულებით ხდება მკურნალობის გაგრძელება ან დოზის რედუქცია. ანუ ეს რიცხვი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რო არ გქონდეს ეს სინჯარა, ასე ვთქვათ, შანსი არ გვაქვს, რომ დროულად სწორად გავსაზღვროთ. ადრე სანამ ეს სინჯარა გვექნებოდა, ციტრატში ვაკეთებდით სისხლის ანალიზში, ოღონდ მარტო თრომბოციტს ვაქცევდით ყურადღებას. ეს იყო ალტერნატივა, მაგრამ ციტრატით ესეთი მდგრადი და ესეთი ზუსტი არ არის. მოკლედ, ამით დავიწყე მე ეს ჩემი მოხსენება და ეს არის ლათინური სენტენცია, რომელიც ესე ითარგმნება, რომ აუცილებელი წინაპირობა. და რაღაცა მე მგონია, რომ ეს პრეანალიტიკა მართლა არის აუცილებელი წინაპირობა, რომლის გარეშეც ვერ გახვალ სწორ შედეგზე. რაღაცა მგონია, რომ ძალიან შეესაბამება ამ საკითხს. ანუ ეს პრეანალიტიკა არის ჩვენი აუცილებელი წინაპირობა სწორი და კარგი მუშაობისთვის. დიდი მადლობა.
კითხვები თუ მადლობა. თუ შეიძლება შეკითხვა. შეკითხვა თუ შეიძლება დიდ დროს არ წაგართმევთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და მომწურავი შეხვედრისთვის. კლინიკა ნეოლოგიდან ვარ და ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ ახსენეთ ნიმუშების შენახვა მაცივორის ტემპერატურაზე -20 და -70 და თუ არსებობს რაიმე ლიტერატურა ის უნდა იყოს შენახვა მდგრად პირობებში და ასეთი მდგრადობა რას გულისხმობს? ანუ ალბათ რამდენიმე გრადუსი ცვლილება ასატანია? თუ არსებობს ასეთი? აი ერთნიშნულად არ უნდა იყოს ტემპერატურის მერყეობა, ანუ ეს მაცივარი უნდა იყოს მაცივრის სტაბილური ტემპერატურა რო არის, ეს უნდა იყოს აღწერილი. არ უნდა მნიშვნელოვანი ხა რამდენით მერყეობა სიმართლე რომ გითხრათ რამდენია დასაშვები არ ვიცი ნამდვილად უბრალოდ არ მახსოვს რომ ეს წამეკითხოს თქვა დასაშვები 10% 5% ეს არ მინახავს მაგრამ ის რომ მაცივრის ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილური მნიშვნელოვანია აი რაც -70 გრადუსი ლოთარ თომას რომ შოკური გაყინვა ერთნიშნულოვნად სწორია CLC არის არ ეწერა ეს რომ უნდა იყოს მაინდამაინც -70 გრადუსზე. მე რამდენიმე სტატია ვნახე შედარებებით და რა თქმა უნდა 70 გრადუსზე ხანგრძლივ ჭრილში არის უფრო სტაბილური. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, უგმესი მადლობა. ეს დიდი მადლობა ინტერესისთვის. ვინმე სხვა არ გაქვთ კითხვა? გააჩნდა რამდენჯერმე რომ მოსიჩერას თავსახური არის ძალიან საინტერესო მომენტია რომელსაც დაკავშირებით ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს იმის შესახებ რომ არსებობს სპეციალური გადამყვანი ადაპტომები როდესაც ხდება ვაკუუმური სინჯარების გასაგებია ეს თითქმის ისწავლოს ჩვენმა კოლეგებმა მაგრამ შპრიცით აღების შემთხვევაში შპრიციდან მასალა გადავიდა ვაკუუმურ სინჯარებში ამისთვის არის სპეციალური გადამყვანი ანუ პირდაპირ ნემსით ჩარჩობა ვაკუუმურ სინჯარაში და გადათანა არ არის რეკომენდირებული არსებობს სპეციალური გადამყვანები რომლებიც შპრიცში აღებული მასალა უნდა გადავიტანოთ ვაკუუმურ სინჯარში ეს ინფორმაცია ძალიან ნაკლებად არის გავრცელებული ჩვენ ზუსტად დავიდეთ და სასურველი იქნება რომ აი ამაზე იქნება ვინცე იცით რა არის ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის და მე ერთი რაღაც გამორჩა აი როდესაც თავღია სინჯარა რო არ უნდა იყოს თუ 30 წუთზე მეტი თავღია ეს მე მგონი არ მეთქვამს ხო აი ეხლა თქვენ რო თქვით რაღაც გამახსენდა 30 წუთზე მეტი სინჯარა არ უნდა იყოს თავღია იმიტომ რომ კოაგულაციისთვის ნიშნო pH-ი იცვლება ჰაერში ნახშირორჟანგი არის და pH-ი იცვლება და ეს pH-ი გავლენას ახდენს კვლევის შედეგზე იმიტომ რომ ციტრატი ძალიან ზუსტად ინარჩუნებს ამ pH-ს ან ნახევარ საათზე მეტი სინჯარა თავღია არ უნდა იყოს ერთი შეკითხვა მაქვს სინთეზია მაგალითად ავიკეთო თუ არა ანალიზი თუ მაქვს ციკლი ან ცოტა კაცი უკვე ისაუბრეთ მაგასთან დაკავშირებით ხო გეუბნებით იცით რა არის აქ არის კლინიკური კითხვა ვისთვის კეთდება ანალიზი და ამ ანალიზმა ექიმის რაღაც საფეხური უნდა გადაანალახინოს აი ლაბორატორიული ტესტის დანიშნულება რა არის ამან უნდა გადალახოს საფეხური ან დიაგნოზისკენ ან მკურნალობისკენ ხო ამიტომ აქ არის მნიშვნელობა რა კლინიკური კითხვა ციკლის დროს შეიძლება კოაგულაციის ტესტების გაკეთება ამას არანაირი მნიშვნელობა სისხლის ანალიზის აღებაც შეიძლება ის მე რაც თქვი ციკლზე ეს არის ვილებრანდის დაავადებაზე თანხმობით პირველ ჯგუფთან კორელაციაში კიდე შეიძლება რაღაცა სიმულაცია სტანდარტ ესე თქვა როგორც ეძახიან აი
კოაგულოგრამას რასაც ეძახიან, ეს არის კოაგულაციის გლობალური ტესტებზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. გავლენას ყოველთვის იცით რა, სხვათა შორის პრეანალიტიკის გაიდლაინები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაუხვეწავი გაიდლაინებია. ანუ გაიდლაინების განვითარების საფეხურებს ვნახავთ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალ საფეხურსია. ამაზე დაკავშირებით ბევრი კვლევა მიდის და ამ კვლევის მიზანი ის კი არ არის, რომ მარტო აკრძალვები დაგვიწესოს. არამედ ისიც არის, რომ თუ ეს კლინიკურად ღირებულ ცვლილებას არ იწვევს, იყოს რა მოხდა, აი ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, თუ ეს დრამატულად არ ცვლის, ანუ კლინიკურად ღირებულ ცვლილებას თუ არ იწვევს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მასალებისთვის, რომელიც არის რთულად მისაღები, მაგალითად თავზურტყმის სითხე. ანუ ეს შემდგომი კვლევებმა გარდა იმისა, რომ პრეანალიტიკის გაიდლაინები უფრო ახალ საფეხურზე უნდა აიყვანოს, ამაზეც უნდა გვიპასუხოს. ანუ მარტო კი არ უნდა გავიმკაცროს, უნდა გაამარტივოს პაციენტისთვის, თქვათ, აიღოს დღიზნების მიერ მონაკვეთში, ნაჭამზე და ასე შემდეგ. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ მრჩევლის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა, ვინც ინტერესი გამოთქვა და არა მრჩევლის თანამშრომლებს კიდევ უფრო დიდი მადლობა. რაღაცა დღეს ეს ინტერესის შესახებ რომ მითხრა ქეთიმ რაღაც ცოტა დავიძაბეს. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.